ოჯახის საფთიაქი. ლანდშაფტის დიზაინი, როგორ შევარჩიოთ მცენარეები, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე, ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან ერთად. დილამშვიდობის ღია ეთერში დაგიბრუნდით მწვანე რჩევებით. ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ფლორისტი ლანდშაფტის დიზაინერი ქეთი ჯანხოთელის შვილებთან ერთად შემოგვიერთდა ნატა და ელენე მურჯიკნელები. დილამშვიდობის. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება ან თემას მართლა ძალიან საინტერესოა მულტიპლიკაციაში გამოყენებული მცენარეები. ამაზე არასდროს არ გვისაუბრია და სხვა შორის არც არსად არ გამიგია ყოველ შემთხვევაში ხო ჩემთვის პირველია აი ეს ამგვარი თემა და სტუდიაში შემდეგ ჩვენი მაყურებელი დაინახავს. ესე იგი წარმოდგენილია ლანგრებზე სტაფილო, ხახვი, პომიდორი, მარწყვი, ყაბაყი, მოკლედ მთელი ხილბოსტანია. და ნუ ხუმრობა იქით იყოს და თემა მართლა ძალიან საინტერესოა. იქიდან გამომდინარე რომ რა თქმა უნდა მულტიპლიკაციას თავისი საინტერესო ისტორია აქვს და თან რაც შეეხება მცენარეებს არაერთ მულტიპლიკაციურ ფილმში გამოყენებულია მცენარე და გამოყენებული კი არა ბოსტნეული იქნება თუ ხილი იქნება, ну გაცოცხლებული. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ქეთი თან ხო უკვე გეტყვით რომ სანამ ჩვენ ვისაუბრებთ ქეთი შვილებთან ერთად რომელიმე გმირს შექმნიან და თან მე მგონი ისტორია უნდა გავიხსენოთ, ხო? დავიწყოთ ანუ როგორ დაიწყო დაუშვათ ეს ყველაფერი თუნდაც ევროპაში, ამერიკაში და შემდეგ საქართველოში. დიახ, აუცილებლად მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ძვირფას მაყურებელს და დღეს მართლაც განსაკუთრებული თემა გვაქვს. მით უმეტეს გაზაფხული მოვიდა, დატვირთული არის ის ბევრი საერთაშორისო დღით და 6 აპრილს უკვე გვიახლოვდება მულტიპლიკაციის საერთაშორისო დღეც და რა თქმა უნდა ფლორისტიკას და მცენარეებს აქაც თავისი ძვირფასი დიდებული ადგილი აქვს დაკავებული და რაც გამოიხატება იმაში რომ მულტფილმებშიც არის გარკვეული სახით მცენარეები ესე იგი გამოყენებული. მთავარ როლებშიც არიან მცენარეები გამოყენებული და მეორეხარისხოვან როლებშიც. ესეთი უამრავი ზღაპრის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც მულტიპლიკაციაში გამოიყენეს მერე სხვადასხვა რეჟისორებმა. ჩვენ დღეს გავაკეთებთ ჩიპოლინოს თავგადასავლიდან სხვადასხვა გმირებს და თან მოგიყვებით აი ამ ყველაფრის შესახებ. ესე იგი მოდით ცოტათი ისტორიას გადავავლოთ თვალი. მულტიპლიკაცია 20-30-იან წლებში უკვე მოიდგა ფეხი და თითქმის თანაბრად განვითარდა მთელს მსოფლიოში. საწყისი ამ ყველაფრის იყო ამერიკაში, სადაც სხვადასხვა რეჟისორებთან ერთად, მულტიპლიკატორებთან ერთად Walt Disney-მ თავისი ძალიან დიდებული ადგილი დაიკავა და ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მცენარეები. ასეთი იყო თავიდანვე ზღაპრები ბოსტნეულის შესახებ, სადაც პირველი იყო, სადაც ხახვი თავისი მძაფრი სურნელის გამო რაღაც განსაცდელებში არის და ყველა უარყოფს მას, საბოლოო ჯამში ის გადაარჩენს ამ ზღაპრის გმირებს რაღაც განსაცდელისგან და პატივისცემას მოიპოვებს სხვადასხვა პერსონაჟებისას. შემდეგ იყო უკვე აი 1932 წელს Walt Disney-მ ყვავილებისა და ხეების ისტორია შექმნა და ამას რა თქმა უნდა თან ერთვოდა ძალიან გამომსახველი მუსიკა, რომელსაც ძალიან ცნობილი კომპოზიტორებისგან იღებდა და ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნიდა, საინტერესო სანახაობას ქმნიდა. შემდეგ უკვე აი ამ კომპოზიტორ ყველაფერი რა თქმა უნდა ვითარდებოდა, ყოველი მომდევნო სერია და მულტფილმი იყო უკვე უფრო საინტერესო და გამომსახველი და ასე მივიდა Walt Disney ერთ-ერთ ყველასათვის საყვარელ მულტფილმამდე, სადაც მაკნატუნადან ამოიღო ჩაიკოვსკის არაჩვეულებრივი მუსიკა და იქ შექმნა ყვავილების ვალსი, კოსოკოების ცეკვა. ლამაზია ყვავილების ვალსი. კი, ძალიან ლამაზია, ყველას სამახსოვრდება, რაღაც განსაკუთრებული არის. ასევე უფრო მოგვიანებით ეს იყო ლუის კეროლის არაჩვეულებრივი ალისა საოცრებათა ქვეყანაში, სადაც უკვე ხვდებით იქ თუ ყვავილები ცეკვავდნენ, აქ ყვავილები მღერიან და ალისა ხდება ბაღში, სადაც ყველა ყვავილი მღერის. და
ასე შემდეგ. მოდი ქართული ვახსენოთ აუცილებლად და საქართველოში იყო ასეთი ესე იგი ჩვენთვის სასახელო ძალიან მომენტი, როდესაც უცხოელი მულტიპლიკატორები ჩამოვიდნენ და გაოცდნენ, რომ სოფლიოში, ამერიკაში ასეთი ბუმია მულტფილმების და საქართველოში ასე ძალიან დამოუკიდებლად ხალხი ხაზი ვითარდება ამ ყველაფრისო და ნუ იმ შემთხვევაში ჭხიკვთა ქორწილმა დაიკავა მესამე ადგილი ძალიან საპატიოდან წარმოუდგენელიც კი და ჩვენი პერსონაჟები ვახსენოთ აუცილებლად ესენი არის ვაჟა-ფშაველას ხმელიწიფელი და ია ასევე მოდი ვახსენოთ ევროპული ზღაპრები, რომელსაც დღეს დიდ დროს დავუთმობთ ჩვენ, ეს არის როგორც ვახსენეთ უკვე ჩიპოლინოს თავგადასავალი, სადაც ყველასათვის ცნობილი ხახვი ბიჭუნა, რაღაცა ძალიან საინტერესო ცხოვრებას და გოგონები ცხოვრებას საუბრებიან, თუნდაც ჩიპოლინოზე თუ გადავცემ უკვე მიმოვიხილეთ საკეთეს ყველაფერი და მოდით გოგონები ახლა გააკეთებენ ამ პერსონაჟებს. ეხლა ჩვენ უკვე ვაჩვენეთ აგრო გვაქვს სხვადასხვა ხილბოსწრეული წარმოდგენილი და გვახსოვს მოდი ნატუკა გააკეთებს მისტერ პომიდორს, სინიორ პომიდორს თავისი გაბრაზებული მიმიკებით, იმიტომ რომ ეს არის უარყოფითი პერსონაჟი. ელენიკო იმუშავებს ჩიპოლინოზე და მე შემოგთავაზებთ გამომძიებელს სტაფილოსგან. ჩემ შემთხვევაში ცხვირიანი სტაფილო კი არის ჩანს თუ არა, მაგრამ ცხვირიანი სტაფილო გამოვიყენე და ახლა მასალები რაც დაგჭირდება. ესენი არის პლასტელინი, პლუშის პლასტელინი და ბავშვებო დაიწყეთ თქვენ. ყველასათვის ხელმისაწვდომი მასალებია და ასევე გამოვიყენებთ ყურის ჭხირებს, რომელიც აპლიკატორის ფუნქციას შეასრულებს და ძალიან გაგვიოლებს საქმეს. აი ესეთი მასალები გვაქვს. მოდი გადაინაწილეთ. და კეთი, როგორც ვიცი, ჩვენს რეალობაში არა, მაგრამ საზღვრებს მიღმა უცხოეთში საჩუქრებადაც და სუვენირებადაც კი გამოიყენება მსგავსი კომპოზიცია. გეთახმებით ნინო, საზღვარგარეთ არის უკვე ესეთი მიმართულება, სადაც მულტიპლიკაციური ფლორისტიკა არის ძალიან წინა პლანზე წამოწეული. ან უბრალოდ ცაიგულებში ან სასაჩუქრე კომპოზიციებში იყენებენ, ვთქვათ, აი ასეთ პერსონაჟებს. ბავშვებისთვის იქნება და აი ჩვენთან ალბათ კარგი საჩუქარი. კი, კარგი საჩუქარი. სხვათა შორის მოზრდილებისთვისაც, აი სიყვარულის დღისთვის ხშირად იყენებენ, აი ურჩხული და ლამაზმანიდან კოლბაში მოქცეულ ვარდს, წითელ ვარდს, რომელიც რაღაცა ერთი ვარდი სიყვარულის სიმბოლოა და ალბათ აქედან გეცნობათ. დანარჩენი მოდით ახლა უცებ დავიწყოთ, გადავერთოთ. გოგონებო, გითხარით როგორ თვალებიდან, ხო, აი ეს აუცილებლად თქვა, რომ თვალებიდან ვიწყებთ პატარა პერსონაჟების გაკეთებას. გამოვიყენებთ ქაღალდის წებოს, ან შესაძლებელია გამოვიყენოთ ესეთი წებო ემულსია, რომელიც თხევადი ფორმით არის, თუმცა სქელი წვეთის შემთხვევაში იოლად მიაწებებს სასურველ ზედაპირზე დეტალებს. ესე იგი, თვალებად გამოვიყენებთ უკვე მზა, მოდი ზურგით ნუ იქნები, უკვე მზა თვალები არის ესეთი გაყიდვაში, ნახეთ, მოძრავი თვალებია და ამისთვის გამოგვადგება მის მისაწებებლად გამოგვადგება ეს სქელი როგორც ხედავთ, ან მასალა, ხა მასალად ძალიან ბევრი არ არის გამოყენებული, შეიძლება ხო ამის შეძენა უპრობლემოდ, ხო? კი, ეგენი გამოიყენე. მოდი შენ ეს. ესე იგი ვაწებებთ მისტერ პომიდორს და ჩიპოლინოს თვალებს. ვიწყებთ თვალებით, ხო? შემდეგი იქნება აუცილებლად ცხვირი და ელენესი ხო ჩიპოლინოა? ელენიკოსი ჩიპოლინოა. მოდი აბა ცხვირის დამზადებაზე გვესაუბრე, ელე? ვიღებთ პლუშის პლასტელინს. და დავამზადებთ ცხვირს. თან ეს პლუშის პლასტელინი ისეთი ხელები არც გესურებათ, ხო? არის რება ძალიან ჩატია, იოლად შემაგდება ზედაპირზე და სასურველი ფერები შეგვიძლია ავარჩიოთ. ამ შემთხვევაში მოყავის პროფერია კი და ანუ ეს ცხვირია უკვე? ეს უკვე ცხვირია, მომრგვალო, აი ლობიოს მსგავსი ფორმის იქნება და სამაგრად დამატებით სამაგრად შეუძლია გამოიყენონ ბავშვებმა, რომლებიც აუცილებლად ალბათ გაიმეორებენ ამ ყველაფერს, გააკეთებენ, გაერთობიან, აი ესეთი კბილის ჭხირი, ყურის ჭხირის პატარა ბამბუკის ჭხირები, რომლებიც შეიძლება ჩავარჭოთ ცხვირის ადგილზე და ზემოდან დავამაგროთ ეს პლუშის
პლასტელინი. აქ თვალები და წარბები უკვე მზად არის. თვალები და წარბები კი აი ძალიან მარტივად მზადდება და ერთდროულად ეს არის ცხვირი. ეს არის ცხვირი. ხო. აბა და შეც დაამზადე ცხვირი. თან აქაც პლუშის პლასტელინის შესახებ. ვიყენებთ, ხო? აქაც პლუშის პლასტელინი კი. და მიმიკებზე გითხარი რა უნდა გავაკეთოთ? როგორი რადგანაც ეს სინიორ პომიდორი უარყოფითი პერსონაჟია, მაგიტომაც ჩვენ შევეცდებით რომ გაცილებით უფრო ბრაზიანი რო გავაკეთოთ. ჩემ შემთხვევაში წარბები უფრო ესეთია გაბ არც ისეთი დახრილი, ხო, თან რაღაცა ფორმა, კომისისებრი ესეთი ფორმა აქვს, ხო. აი ასე და პირიც ალბათ გაპლუშის პლასტელინს ავიღებთ და მივამაგრებთ ცხვირის ადგილას. აი უკვე მზად არის. ელენე გვეტყვის ახლა როგორ უნდა გარდაქმნათ ეს ხახვი ნამდვილ პერსონაჟს დაემსგავსოს, გვახსოვს რომ ხახვს ის თავზე ფოჩი აქვს ამოსული მწვანე და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ამ პერსონაჟსაც ამ ხახვს გამოვიდეს ეს ფოჩება, გვითხარი გვასწავლე? უნდა ხახვი უნდა ჩავსვათ წყალში და ამოვა ფუჩოჩი. ზემოდან და უფრო დაემსგავსო. ვანახოთ ელენე ჩვენს მაყურებელს შენი ჩიპოლინო. აი ასე დაემსგავსა ჩიპოლინო თავის თავს და ეხლა რა ხდება სინიორ პომიდორთან? მზად არის მე ხა მგონი, მარწყვი ხო? კინდა გააკეთო. მზად არის? პლუშ აი ვანახოთ მაყურებელს. აი ჩვენი გაბრაზებული სინიორი პომიდორი. მართლა ჩვენივრად გამოიყურება. პომიდორი მზად არის, მე მგონი არა, აჰა, თან ორი ცალი. არა, ის გაბრაზებულია, ისიც კი, ისიც გაბრაზებული. მაშინ ორივე გაბრაზებული. და უკვე შეუძლია უკვე ბოლოკაზე გადავიდეს, აუცილებელი აქსესუარია ბოლოკას შემთხვევაში მწვანე ბაფთა თავზე და დანარჩენი უკვე შენ გააგრძელე და შემდეგ გვაჩვენე. ელენე გვაჩვენებს ახლა თავის ხო დამუშავარს და გადაერთვება კიდევ ერთ პერსონაჟზე, ეს არის მარწყვი გოგონა, რომელიც ალუბლიკოს უყვარდა და აი ესე დაამზადებს ახლა ელენიკო. ალუბალი არის თუ არა? არა, ალუბალი არის. ალუბალი სეზონური არის და არ არის. აი თქვენი გაყინული ყოფილიყო. კი ბატონო. მოდი მე ახლა გაჩვენებთ ერთ ძალიან საინტერესო პერსონაჟი ასევე ყაბაყი, ესენი არიან ძველი ხო? ხო, დაცვის როლში არიან და ძალიან სასაცილო პერსონაჟები არიან ნამდვილად და კიდევ ერთი ძალიან საყვარელი გამომძიებელი და ამისთვის ესეთ არაორდინალურ საშუალებას გამოვიყენებ. აი ნამდვილად აი ამას ეს უნდა მივიღოთ, აი ესეთი რაღაცა და მოდი მე ამისთვის გამოვიყენებ. სახასიათო თვალები აქვს აკრული და ამისთვის დავხატო თუ ეს? არა იყოს. და ამისთვის ასე საიზოლაციო ლენტს ძალიან მარტივად მივამაგრებ და უკან სახასიათო მოკლედ მინდა ვთქვა რომ მთელი მულტიპლიკაცია გაცოცხლო ჩვენთან. უკვე ზედვე გადავამაგრებ აი ამ ჩვენს თვალებს და აი ასე თვალს დავამაგრებ და უკვე იყურება ეს პერსონაჟი, უკვე რაღაცა საინტერესოც გვიყურებს. სულ რამდენიმე წუთში, ესე იგი, სინიორ პომიდორი, ჩიპოლინო, გამომძიებელი, მარწყვი გოგონა უკვე მზადყოფნაშია და ყაბაყიც ცველი შემოგვიერთდება. კი ბატონო, რამდენიმე წუთი დაჭირდა ამ ყველაფერს? მცირედ აი ერთი მულტფილმის ნახვა საკმარისია იმისთვის, რომ დავიმახსოვროთ მათი სახასიათო გამომსახველი ელემენტები, ამ შემთხვევაში აი ამ გამომძიებელს აქვს მწვანე შარფი, რომელსაც აი ესე ჩვეულებრივ პლასტელინისგან ან როგორც გითხარით უკვე პლუში ან ესეთი თვითგამაგრებადი პლასტელინისგან გავაკეთებთ, შემოვახვევთ და იგივე მზად არის. ხო, ოღონდ თავზე უნდა, ხო ეს? კი, თავზე აუცილებლად ქუდი აფარია და ამისთვის გამოვიყენებ მე ასეთ გამაგრებად პლასტელინს. პირველ რიგში გავაკეთებ ცილინდრის, ეს ლამაზი უსაყვარლესი ქუდი აფარია. ცილინდრის აი ამ მრგვალ ზედაპირს გავაკეთებ. აი ესე. ქუდიც მზად არის. ქუდი მზად არის. ზედა ნაწილს აუცილებლად აი ესე. ძალიან კარგად გამოიყურება გამომძიებელი. აი ასე გადავამაგრებ, რა თქმა უნდა, ამას უფრო დეტალური და კარგი დამუშავება
დაჭირდება შემდეგში, მაგრამ მე იმჩვენება მინდა, რომ შესაძლებელია ამ გაჯატების ხანაში ადამიანმა ბავშვმა თავი გაირთოს აი ესეთი რეალური პერსონაჟების კეთებით. მით უმეტეს რომ თბილისში ბევრგან არის ახლა ძალიან მოდაშია, მადლობა ღმერთს ძალიან გავრცელდა უკვე ბავშვების მასტერკლასები, სადაც ისინი პერსონაჟებს აკეთებენ. არ ვიცი შეიძლება თუ არა ხა ამ სახელოსნოების დასახელება, მაგრამ ფაქტია რომ ყველა მიცის პირველ მაშინვე გაახსენებათ და პრობლემა არ არის ინტერნეტ სივრცეში არის და ვისაც მონდება მოძებნის მასტერკლასები ძალიან ცნობილია ყველასთვის და ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და ეს გამოწვეულია იქიდან რომ ყველა მშობელი მიხვდა, ყველა ადამიანი მიხვდა რომ მხოლოდ გაჯეტებში არ შეიძლება ბავშვი იყოს დაკავებული და რაღაც ხელის მოტორიკის განვითარება იქნება ეს თუ სხვა აზროვნებისთვის ძალიან კარგია რომ თავისი ხელით ქმნიდეს რაღაცას. აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ის არის რომ არა მარტო მშობლები მიხვდნენ ამას, თვითონ ბავშვები მიხვდნენ ამას. კი და ძალიან დიდი და მოსწონთ და ინტერესით აკეთებენ. მთელი ჟრიამულია ხოლმე ამ მასტერკლასებზე ბავშვები აი რაღაცნაირად განსაკუთრებულად ხალისობენ ამ ყველაფრით. და დაახლოებით რა საკამდე? იცით რა, აი ნატუკა ახლა მაგალითად 2 დღის წინ იყო ერთ-ერთ სახელოსნოში მიწვეული, სადაც უკვე მეორედ იყო და ძალიან სახალისო აქტივობებს თავაზობენ იქ და ნატუკა 13 წლის არის და მისთვის მაინც ჯერჯერობით არის აქტუალური ეს ყველაფერი. ალბათ ზედა ასაკში უკვე მოდი ჩვენ დღეს მულტიპლიკაციის დღე გვაქვს. ცალკე ეთერი გვაქვს ბავშვებას ეს არა უშავს. მოდი, გავაგზავნოთ. აბა შენ აჩვენე რა პერსონაჟია და რა როლს ასრულებს ის ამ მულტფილმში. როგორ დაგამახსოვრდა ეს პერსონაჟი? ეს არის გამომძიებელი და ის ეძებს ის დამნაშავეს, ხო? დამნაშავეს ეძებს მთელი მულტფილმის განმავლობაში, ხო? კი. და მშვენივრად გამოიყურება სტაფილო გამომძიებელი მინდა გითხრა რომელსაც დაჭირდა სულ რამდენიმე წამი ნუ ერთი წუთიც არა რომ აწყობილიყო თავიდან ბოლომდე და ამას ეფექტების გარეშე არ ჩაიარა დღევანდელმა ინტერვიუში მშვენიერი რა თქმა უნდა თან თემა ისეთი უხდება ეს ყველაფერი და პომიდორებიც მზადყოფნაში არიან დაასრულე მოკლედ ყველა ერთად ყველა გმირი რო ვანახოთ ერთად მეც მოგეხმარებით მოდით ესე იგი ჩვენ დავამზადეთ თავარი პერსონაჟი ჩიპოლინო აბა ელე გვაჩვენა შენი პერსონაჟი დაიჭერა და გვაჩვენა ჩიპოლინო მარწყვი გოგონა მეც აუცილებლად თქვენ აბა აჰა მე აი ასე ცველი ბოლოკა სინიორ პომიდორი და გამომძიებელი. აი ესე იგი, პერსონაჟების სია რა თქმა უნდა გრძელდება, თუმცა უკვე რაღაცაირად პრინცი ლიმონი. მეც ვეღარ მოვასწრებთ, მე მგონი. სხვა ჩვენს ყვახისგან კიდე შეიძლება. კი, მოხუცი გოგრა არის კიდევ როლში, რომელიც სახლს იშენებს და მისი გაკეთება შეიძლება რა თქმა უნდა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება სეზონურად ხელმისაწვდომია ამ ეტაპზე. და სხვა დროს უფრო ზაფხულის პერიოდში ალბათ ყვავილების გაკეთებაც შეიძლება. სიამოვნებით მოგიწევთ და ალისა საოცრებად ქვეყანაში გავაცოცხლოთ ეთერში. მოკლედ, აი ესეთი ძალიან დიდი მადლობა. სპეციფიკებიანი ეთერი კი ბატონო და გაზაფხულს უხდება. ცოტა დარჩა რამდენიმე დღე და გაზაფხული შემოაბიჯებს და რაც შეეხება თავად დასაქმებას ბავშვების, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, თუნდაც ინტერნეტ სივრცეს ცოტა ხნით რომ მოწყდნენ და გარდა ამისა, გაიხალისონ, გაილამაზონ ყოფა და სასაჩუქრეთაც ძალიან გამოდგება და ძალიან კარგი იქნება. არა მარტო ქეთი აბსოლუტურად გეთანხმებით ბავშვებს გაუხარებთ გულს, არამედ უფროსებსაც მეც სიამოვნებით აი ესეთ ლამაზ კომპოზიციას სახლში ვიქონიებდი და მე თვითონაც გავაკეთებ, რატომაც არა ჩემს დაჩიკოსთან ერთად. ძალიან კარგი განაწყვეტილება. შეიძლება ერთადაც გავაკეთოთ. მშვენიერი იქნება, იმიტომ რომ ბავშვები ერთად ძალიან შეამულობენ და ერთმანეთს ასწავლიან ამ ყველაფრის კეთებას. დიდი მადლობა. რამეს ხომ არ დაამატებდით, გოგონებო? ძალიან საინტერესო იყო, მადლობა მოწვევისთვის.
და გემშვიდობებით. დროებით გემშვიდობებით და ჩვენი სტუმრები იყვნენ ფლორისტი, ლანდშაფტის დიზაინერი ქეთი ჯანხოთელი შვილებთან ერთად ნატუკა და ელენიკო მურჯიკნელები და რაც შეეხება საუბრის თემას და შეიძლება ითქვას, რომ მასტერკლასიც იყო, რატომ არა რა? ბავშვებმა ჩაგვიტარეს მასტერკლასი, მულტიპლიკაცია გაგვიცოცხლეს და ფიქრობ მართლაც ძალიან საინტერესო დილა გქონდა, გაგვახალისეთ. ხალისი შემოგვიტანეთ. მადლობა და დროებით, ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები, რადიო მედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას.